თქვენთვის ყველასთვის ნაცნობ შესანიშნავ ხელოვნური ინტელექტის მოდელს ანთროპიკის კლოდს აქვს საიდუმლო რეჟიმი სახელწოდებით არისტოტელეს პირველადი პრინციპების დეკონსტრუქტორი. სინამდვილეში ეს არის ღრმა და გრძელი манипуляციის მეთოდი. ხელოვნება, რომელიც დაგვეხმარება, რომ AI-ს მაქსიმალურად გონივრული პასუხები გავაცემინოთ. ეს მეთოდი ნებისმიერ პრობლემას მის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებამდე შლის. აქრობს ყველა იმ ვარაუდს, რომელიც გავრცელებულია საზოგადოდ. სტერეოტიპები, დოგმები, სტიგმა და ახალ გამოსავალს აშენებს სრულიად ნულიდან. რით განსხვავდება ეს ინსტრუქცია ხელოვნური ინტელექტთან ჩვეულებრივი კომუნიკაციისგან და მისგან დახმარების მიღებისგან? როგორც წესი, ადამიანები ეკითხებიან ხელოვნურ ინტელექტს, რომ რაკნან X საკითხთან დაკავშირებით და პასუხებსაც იღებენ ხელოვნური ინტელექტისგან არც თუ ისე ღრმას, ყველასთვის ნაცნობ საზოგადოდ გავრცელებულ გადაწყვეტებს. მაგრამ ეს ინსტრუქცია და პრომპტი, რომელსაც მე დღეს თქვენ გაგიზიარებთ, AI-ს აიძულებს, რომ სრულიად დაივიწყოს ყველა ის გადაწყვეტა, რაც საზოგადოდ არის გავრცელებული, თავდაპირველად მოკლას ყველანაირი წინასწარი ვარაუდი, შემდეგ კი ხელახლა ააშენოს მთელი კონსტრუქცია მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით, რაც უბიექტურად ჭეშმარიტია. ვიცი, ამაზე ბევრი დაფიქრდებით, თუ რა არის ჭეშმარიტი, რა იცის ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მეთოდი გარკვეულ უფრო ღრმა შედეგებამდე მიდის. საუკეთესო გარღვევები არა უკეთესი პასუხებიდან, არამედ უფრო გონივრული შეკითხვებიდან მოდის. ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში, ანუ პრომპტებიდან. ეს მეთოდი არისტოტელემ 2400 წლის წინ იცოდა, კლოდთან კი ახლა ურთიერთობთ ჩვენ ამ მეთოდის მიხედვით. პრომპტი საკმაოდ გრძელია, თუ გაინტერესებთ, დამიწერეთ სიტყვა არისტოტელე ამ ვიდეოს კომენტარებში და მე ბმულს გამოგიგზავნით, სადაც სრულად არის მოცემული მთელი პრომპტი, ინსტრუქცია, რომელიც უბრალოდ უნდა მისცეთ კლოდს და ამის შემდეგ თავადვე დაგიწყებთ შეკითხვების დასმას და განავითარებთ თქვენ საბოლოო შეკითხვას და მიიღებთ ზუსტად ამ სტილში პასუხებს და ბოლოს გეტყვით გამოყენების მაგალითებსაც, რაშიც ძალიან აქტიურად იყენებენ ხოლმე ამ მეთოდს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის დროს. ფასწარმოქმნის მოდელის აგება, კონკურენტების იდენტიფიცირება და ანალიზი, პროდუქტის ფუნქციების გეგმის შექმნა, იგივე roadmap-ი, კარიერული გზის განსაზღვრა, ბიზნეს მოდელის აგება და დაქირავების პროცესი. მოკლედ, კიდევ მრავალი სხვა გამოყენების მაგალითი შეიძლება არსებობდეს, თქვენ თავად მიხვდებით ამას, როდესაც გაეცნობით ამ ინსტრუქციას. დამიწერეთ სიტყვა არისტოტელე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ვიდეოს კომენტარებში, აუცილებლად გამოგიგზავნით ბმულს და გირჩევთ გაეცნოთ დაწვრილებით.